სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ბიოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დავამთავრე და დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამთავრების შემდეგ გავიმგზავრე მოსკოვში და ჩავაბარე ასპირანტურაში იმუნოლოგია ალერგოლოგიის განხრით მეორე სამედიცინო ინსტიტუტში. იქ მუშაობდი აშსამით იმიდინით ადრეულ დიაგნოსტიკაზე ავთვისებიანი სიმსივნეების. ეს მეთოდი შემუშავებული იქნა ჩემი ხელმძღვანელის ბორის ბორისის ფუქსის მიერ, პრაქტიკულად განხორციელებული იქნა ჩემს მიერ. რა იყო ამ მეთოდის არსი, ძირითადი, რომ ნაკლები დასხივებით ახდენენ ქრომზე მუშაობდნენ, მაგრამ ეს არის ძალიან ძლიერი იზოტოპი, რომელიც ახდენს ძალიან დიდ გავლენას თვითონ დამკვირვებელზე. და H3 თიმიდინზე მუშაობა ხდებოდა უფრო ადრეული დიაგნოსტიკა, ადრეულ სტადიაში სიმსივნის და შესაძლებელი იყო, რა თქმა უნდა, პირველ სტადიაშიც კი მისი დიაგნოსტირება. თუ კი სადმე რამდენიმე უჯრედი მაინც იყო სიმსივნის, აუცილებლად ხდებოდა მისი დიაგნოსტირება. ეს მეთოდი შევიმუშავეთ, გამართლა, ძალიან დიდი რისკი იყო, მაგრამ გავრისკეთ, რომ ან გამართლებდა და დავიცავ დისერტაციას, ან არ გამართლებდა და თავიდან მომიწევდა მუშაობა. მაგრამ გამართლა და დავიცავ დისერტაცია ამ თემაზე. ამის შემდეგ აიტაცეს ეს მეთოდი, შედეგები იბეჭდებოდა ხოლმე ინგლისურ ენაზეც, იყო ასეთი ჟურნალი ვირუსოლოგია, იმუნოლოგია და ეს შედეგები ინგლისურ ენაზე ხვდებოდა უცხოეთშიც. და იაპონელებმა რომ წაიკითხეს, გამოთქვეს სურვილი ამ მეთოდის შესყიდვის. ეს მეთოდი იყიდეს საავტორო უფლებით იმ დროისთვის, ეს იყო 1982 წელი, $150,000. და დღემდე მე მგონი ამ მეთოდით მუშაობენ. რამდენადაც ვიცი და ჩვენ გადაგვიხადეს მე და ჩემ ხელმძღვანელს 50 რუსული მანეთი პრემია, 25 ერგომას, 25 მე. ამის შემდეგ დაბრუნდი საქართველოში, სამწუხაროდ სამსახურის შოვნა თავიდან ცოტა გამიჭირდა და დავიწყე ექსპერიმენტული ბიოლოგიის კაბინეტის გამგეთ-მუშაობა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში. იქ ვასწავლიდი ბიოლოგიას ნორჩ მედიკოსთა წრეს და სხვადასხვა სკოლებიდან მოდიოდნენ ბავშვები და ანატომიას. ამის შემდეგ ვეძებდი არ შემიწყვეტია სამსახურის ძებნა. და მივედი მაშინ ერქვა შავიჭირის საწინააღმდეგო სადგური და იყო მისი მთავარი ექიმი აკადემიკოსი ლევან საყვარელიძე. ბატონმა ლევანმა მითხრა, რომ ეხლა თავისუფალი ადგილი არ მაქვს, მაგრამ თუ თქვენ გარისკავთ და ახალი დაავადება შიცი, მოკიდებთ ხელს ამას უკვე ვერავის ვისაც თავზე ყველა უარს მეუბნევ, მაშინ აგიყვანთ სამსახურში და ამ განყოფილების გამგეთაც დაგნიშნავთო. მე დავთანხმდი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო თემა იყო და დავიწყე ამ თემაზე მუშაობა და საკმაოდ წარმატებები ჰქონდა. მაშინ გვაფინანსებდა მოსკოვი, ჩაზოვი იყო მოსკოვის ჯანდაცვის მინისტრი, საერთოდ ეს დაწესებულება ეკუთვნოდა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საშიში ვირუსული და ბაქტერიული დაავადებები იყო და ეკუთვნოდა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს. და დაფინანსება მოგწეს ძალიან დიდი. წელიწადში ჰქონდა $100,000 აპარატურაზე, ხელსაწყოებზე, მეთოდიკაზე და რა თქმა უნდა, ყველაფერი კაცრად კონტროლდებოდა, გამოკვლევები და ისინი ჩამოდიოდნენ ამერიკელები და მაშინაც კი და აკონტროლებდნენ, როგორ მიდიოდა ამ ვირუსის შესწავლა. და მართლაც რამდენიმე შემთხვევები მაშინვე აღმოვაჩინეთ ამ დაავადების. ამის შემდეგ პარალელურად ჩემი ბებიის ბიძაშვილი, უბრალოდ ბებია იყო დავით მამის დედა, დავით ბაგრატიონის ქალიშვილი, ხოლო მისი ძმა 37 წლამდე ნიკო ბურის ქალიშვილები და ერთი ძმა წავიდნენ საფრანგეთში და ცხოვრობდნენ პარიზში. ის სისტემატურად გვიწევდა, მაგრამ კომუნისტური რეჟიმის დროს, რა თქმა უნდა, არავის არ გვიშვებდნენ. მე გამიმართლა იმ ხრივ, რომ მომივიდა მოწვევა, ამერიკელები რო ჩამოდიოდნენ, რა თქმა უნდა, შორიდან გვაკვირდებოდა უშიშროება და ჩვენ ცხოვრებას ყველა თანამშრომლისას სწავლობდნენ და ალბათ რა ვიცი იფიქრეს, რომ საიმედო ვიყავი, რომ დაბრუნდებოდი, თან შვილი მყავდა და მოწვევა გამიფორმეს. ამის შემდეგ გამგზავრე მოსკოვის გავლით, მაშინ არ იყო პირდაპირ რეისი პარიზში. ცხოვრობდი ბებიასთან 6 თვე და ფიქრობდი, რომ სულ იქ დაღჩენილიყავი. მართლაც მე მიყვანა პასტერის ინსტიტუტში, მაშინ იყო შიცის ერთ-ერთი აღმომჩენი მონტანიე, მეორე იყო ამერიკელი გალო. ასეთი მეცნიერები.
და უშუალოდ დაუკავშირდა ბებია ამ მეცნიერს, ინსტიტუტის დირექტორს და უთხრა, რომ აი ვაპირებ, რომ ჩემთან იცხოვრებს ეს ადამიანი, ჩემი ნათესავია და თქვენ თუ აიყვანთ სამსახურში. ნუ ენას ვერ ფლობდი კარგად, რა თქმა უნდა. და ბებია თარჯიმნობდა, მე კი მომთხოვეს, რომ ჩამეტარებინა ის ტესტები, ის მეთოდი ყველა, რომლის დახმარებითაც ვახდედით შიცის დიაგნოსტირებას. მე გამოსდა წარმატებით ჩავაბარ და მითხრა, რომ იცით მე წამყვა სპეციალისტად ვერ აგიყვანთ, მაგრამ 6 თვის შემდეგ აგიყვანთ ლაბორანტად, 6 თვის შემდეგ გადაგიყვანთ წამყვა სპეციალისტადო. დავთანხმდი რა თქმა უნდა და ფიქრობდი ჩემი ქალიშვილისაც როგორმე აქეთ წამოყვანეს და დავრჩი საცხოვრებლად, მინდოდა დავრჩენილიყავი, ასეთ სურვილი მქონდა და ერთ დღესაც ამ შემთხვევის შემდეგ ბებია იყო მრევლი, იყო მგალობელი ამავე დროს ეკლესიური იყო და დადიოდა ქართულ ტაძარში წმინდა ნინოს სახელობის გრიგოლ ფერაძის მიერ დაარსებულში. და ეს ტაძარი ილია მელია იყო მღვდელი ახალი გარდაცვლილი. არ ფუნქციონირებდა, ამიტომ დადიოდა ბერძნულ ტაძარში, რომელიც ძალიან კარგად მახსოვს, იყო ბიზეს ქუჩაზე. და ერთხელაც მე რა თქმა უნდა აბსოლუტურად არარელიგიური ადამიანი ვიყავი. მხოლოდ საქართველოშიც აღდგომას და შობას მივდიოდი სანთლის დასადდებად და წარმოდგენა არ მქონდა რელიგიურ ცხოვრებაზე არანაირი. ამის შემდეგ წავყევი, ნუ მეჩხუბებოდა წამოდი, მეზარებოდა დილით ადრე უნდა წავსულიყო და ერთ დღესაც კვირა დღე იყო, წამოდი წირვაზეო ჩამაცივდა. ამის შემდეგ დავთანხმდი, არ მინდოდა მეწყინებინა ბებიასთვის და წავედით. მივედით წირვაზე, სწირავდა ბერძენი ეპისკოპოსი ეზეკიელი, რომელიც იყო საბერძნეთიდან ჩამოსული სტუმრად. მან ფრანგული ენა არ იცოდა, მივიდა ბებია, არ ვიცი რა მიზნით და უთხრა, რომ აზიარეთო, ჩემი ნათესავიაო ჩამოსული და აზიარეთო. ბებია ნუ შვიდენაზე მაინც აუბრობდა და უთხრა ბერძნულად. იმან თქვა, როგორ შეიძლება და როგორ ენა იცისო და არაო და საიდან არის საქართველოდანო და აბა ერთი მოვიდეს ჩემთან თარჯიმანი მე ვიქნებიო და არა როგორ შეიძლება ახსარებას თარჯიმნობაო და მიმიყვანა. ის ადამიანი მაკვირდებოდა 1-2 წუთი მეუფე და ესეთი რამ განაცხადა. ამ ადამიანმა რაც შესწოდა დაბადებიდან დღემდე მე მომკითხოს უფალმაო და ეზიაროს ახსარების გარეშეო. აი ესეთი სასწაული მოხდა, მე ვთვლი რომ ეს იყო ღვთისასწაული. წავედი საზიარებლად, 1000 საშინელი აზრები გამიჩნდა თავში, რომ ერთი ყოფსდან როგორ უნდა ვეზიაროთ, რა ხდება, რა უნდა გადავყლაპო და მინდოდა უკან წამოსვლა. მაგრამ გადავლახე ჩემი თავი ხათრით და ვეზიარე. აი ამ ზიარების შემდეგ მოხდა სასწაული, რომ გამიშვი ბებიას ახლა საქართველოში, მე აქ ვეღარ გავჩერდები და ეს ავხსენი ეს ფაქტი იმით, რომ დაჟინებით ვითხოვდი. და იმ ფაქტით ავხსენი, რომ დამმართა ნოსტალგია და სამშობლოსადმი მონატრება. მოხდა ასეთი რამ, რომ არ იყო მაშინ ბილეთები ასე თავისუფლად ყოველდღე რეისები არ იყო მოსკოვზე და ერთი დღეც ვერ დავრჩები ამ საძაგელ პარიზშიო, რატო გახდა უცბად პარიზის საძაგელი ვერანაირად ვერ ავხსნი ამ ფაქტს და როგორ შენ ესე გიყვარდა აქაურობა და მიყურა, კი გაგიშვებო მატარებლითო და გამიშვა და იქვე ვაყიდინე ბილეთი, რომ მოსკოვში ერთი დღეც არ მინდოდა გაჩერება, რა მინდა ამ საძაგელოზე და ესეთი ის მქონდა განცდა უშუალოდ გიყვებით აი იმ ემოციას, რაც მაშინ მქონდა და იქვე მიყიდა ბილეთი, რომელიც გაცილებით ძვირი დაჭდა, რა თქმა უნდა, ვიდრე მოსკოვიდან თბილისში, მაგრამ გააკეთა სიყვარული და გაცილებისას მითხრა, რომ შენ მეტი აქ არ დაბრუნდებიო. ჩამოვალ მე უთხრა 1-2 თვეში ისევ ხო დააბრუნდი ეს საქართველოში არ დავრჩი და ზღაპრებს ვწყობი, ხა შენ არ ახარო აქ დამბრუნებელი და ტიროდა, რა თქმა უნდა, რომ მოვდიოდი. ჩამოვხვდი საქართველოში, გავედი სამსახურში, ლევან საყვარელიძე ინახავდა ჩემ ადგილს. მაგ ისეთი ადამიანია, რომ ვერ დარჩებაო სხვა ქვეყანაშიო და უხელფასო შეგულება რომ დამთავრდა, უხელფასო შეგულება დააწერინა მაშინ ჩემს თანამშრომლებს და გავედი სამსახურში ამოვისუნთქა. ერთი თვე ვიყავი კარგად, მაგრამ ერთი თვის შემდეგ მეგონა რომ ვიპოვე ჩემი ადგილი და აი ჩემს სამშობლოს იქით არსად არ გავიხედა. ამის შემდეგ მოხდა ესეთი საოცრება, რომ კიდეც უდათ ვარ და ფიქრობ, ღმერთო, აი რა მჭირს. ყოველთვის ისეთი მხიარული ადამიანი ვიყავი და რაღაც მწუხარება ნაკლებად შემოდიოდა ხოლმე და ღმერთო, რა მჭირს, რატო ვერ ვისვენებ, რა არ მასვენებს. და შესვენებაზე უკვე ძალიან გადაღლილი ვიყავი და წავედი სახლში. და შემთხვევით მექანიკურად სრულიად ამ ფიქრებში ვარ, რომ რა არის ჩემი ცხოვრების გზა და დავაჭირე ტელევიზორს და ეს იმ დროისთვის ეს არის 99 წელი. 90-ის დასაწყისი, სადღაც 90-ის დასაწყისი უბრალოდ და სასწაული ხდება, რომ არის ამ დროს მონასტერზე გადმოსცემენ პიუხტიცას აჩვენებენ, ეს არის ბალტიისპირეთის სანქტ-პეტერბურგთან ახლოს პიუხტიცის მონასტერს, იმიტომ რუსეთშიც ასევე მონასტრები იმ დროს
ძალიან შევიწროებული იყო და თუ კი სადმე მონაზვნები იყვნენ, მხოლოდ მოხუცი მომაკვდავი დედები. მონაზნობის ინსტიტუტი ჯერ კიდევ არ იყო აღორძინებული იქაც ძალიან ნაკლებად. და პიუხტიცაში გადარჩა, ასე ვთქვათ, ეს მონასტერი და იქ მსახურობდნენ სხვადასხვა ეროვნების ხალხი და იყო დედების გალობა. მაშინ ვერ ხვდებოდი ეს რა იყო, მაგრამ ეხლა რომ ვიხსენებ, ეს იყო რომელი ქერუბი წირვა მიდიოდა და რომელი ქერუბიმთა საიდუმლო, როდესაც გადმოდის სულიწმიდის მადლი და ამის შემდეგ ვთქვი, რომ აი ეს არის ჩემი ადგილი. გამორთე ტელევიზორი და ემზადები, რომ ხვალვე უნდა წავიდე. როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებდი, მინდოდა რომ იმ წუთში შემესრულებინა ხოლმე ეს გადაწყვეტილება და ამ დროს მირეკავს ჩემი თანამშრომელი ბაჩა სოლომონია, დღესაც ხუმრობს ხოლმე, რომ დედა ელისაბედიო მე გავშვი მონასტერშიო. მირეკავს და მეუბნეო, რომ იცი რაო დედაო, მარინაო ერში მეძახდნენ მარინას და ჩემი სახელი იყო და მას ესხევა რა მონოკლონური ანტისხეულებიო, მეც ჩამომივაო და ეს არის სადიაგნოსტიკო მეთოდები და მე დაგიბრუნებ აუცილებლად. მოვთხარ დღესვე მოდი მეთქი, თორე ხვალ აქ არ ვიქნები თქო და სად იქნები აბაო? მოვთხარ სად ვიქნები და პიუხტიცაში მივიდარ მონასტერში და სიტყვით გეტყვით რა მითხრა შევპატრონო თუ კი მონასტერში მიდიხარ რაღა პიუხტიცა უნდა ააშენო. აგერ მცხეთაში წადი საქართველოში 4 მომაკვდავი დედა ეხლა მივიდნენ ახალგაზრდა გოგონები ასე ბიოლოგები და უფრო კარგად იგრძნობ თავს და აქ ემსახურე ეს რაღა იგარბი ხარო და მე ვთხარი ვინ იქნება იქ მოძღვარი ვიღაც უნდა შემხვდეს ან უშიშროების თანამშრომელი მღვდელია რაღაცა და დამეწყო საშინელი. წამოდიო ნახევ რას კარგავ თუ არა და ზეგ წადიო. აი ხვალ მივდივარო მე წირვაზეო. ჩვენ თანაკურსელი გარდაგვეცვალა და წესის აგებაზე მოვიყვანეთო ერთი მამაო, სასულიერო პირი, რომელმაც წესი აუგოოდა. იმდენად მომეწონა რომ გავხდე ეკლესიური და დავდივარო. თან ჩემი მანქანა გაფუჭებული, შენი მანქანით წავიდეთ, გავამიარეო, კარგი დავთანხმდი და მართლაც გაუარე და მეორე დღეს იყო გიორგობა. მამა გაბრიელი მსახურობდა მაშინ ცხეთის დედათა მონასტერში და იყო მამა დავითი, მეუფე დანიელი ეხლანდელი და სწირავდა მეუფე დანიელი და მამა გაბრიელმა რომ დამინახა ესეთი რამ თქვა, რომ იცი შენ აქ მოხვედი, მაგრამ არა ცოტა ხნით. და ეს ფაქტი რა თქმა უნდა გამიკვირდა და დიდად ყურად არ ვიყე, მაგრამ შევედი წირვაზე ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ბერძნულ წირვაზე ვიყავ ერთხელ დასწრებული და ბევრად ხანმოკლეა, ვიდრე ქართული, უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს შედარებით და ძალიან გამიჭირდა ერთ ადგილას თქო, შევდიოდი, გამოდიოდი, ბოლოს დასრულდა წირვა. ამის შემდეგ ვერ ბედავდი მისვლას და ვეუბნები ჩემს მეგობარს, რომ იქნებ უთხრა, რომ მიმიღოს მოძღვარმა და არაო ესე არ ხდება, უნდა მიხვედეო და ამ დროს მოძღვარი თვითონ მოვიდა და მეუბნია თქვენ ჩემთან ხართო, დიახ, ნუ თხარ აღსარების თქმა მინდა და თან მონასტერში მინდა წასვლა თქო. კეთილიო, ამოდიო მე წირავ კიდევ 4 შაბათობით წყნეთშიცო, წყნეთის ტაძარით სამინიშნესო და იქო აღსარებასაც მეტყვით და ვისაუბროთო. მართლაც ავედი, გამთავისუფლდი იმ დღეს სამსახურიდან და მივედი წყნეთში, მოუყევი ჩემი ცხოვრება. და მითხრა რომ თქვენო აი პირდაპირ ღვთისკურთხევით მოხვედით თუ შაბათს გაზიარებთ ხოლო კვირას კი მობძანეთ მონასტერშიო. მართლაც მივედი მონასტერში. მონასტერი ხა დღეს რომ არის მონასტრები ისე არ იყო რა თქმა უნდა. მცხეთის დედათა მონასტრის ნახევარი ეკუთვნოდა სამშობიარო სახლი იყო, სადაც ასევე მშობიარები იყვნენ, იყო ასევე სხვადასხვა განყოფილებები. და იმ ნახევარში იყვნენ მოხუცი დედები, დედა რაქილი, დედა პარასკევი და ახალგაზრდა რამდენიმე გოგონა, ეს იყო ქეთი მახვილაძე, დღევანდელი ბოდბის იღუმენია, ნინო მიქელაძე, თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტრის იღუმენია, დედა მარიამი და მანანა მესხიშვილი, ფოკის დედათა მონასტრის იღუმენია, ასევე დედა ელისაბედი. და მაშინდელი ქეთინო გელაშვილი დღეს მსახურობს დედა ანასტასია საბერძნეთში. და დავიწყე მონასტერში ცხოვრება მათთან ერთად, რა თქმა უნდა. და დედა ეკატერინე მოვიდა შემდეგ, ეს დედა ეკატერინე იყო სვანეთში მსახურობს დღეს და დედა ქეთევანი, რომელიც დღევანდელი იღუმენია, ის იყო საპატრიარქოდან წამოსული. მაშინ ესე იყო, რომ კეთილმოწესები იღუმენია არ იყო, კეთილმოწესები თვითონ ვიყავით ყველანი. და სწავლობდით მონასტრულ ცხოვრებას. ამას ყველაფერს გვასწავლდა კათოლიკოს პატრიარქი. შემოიღო ორშაბათები, სადაც დავდიოდით ჩვენ ამ ორშაბათებზე და გვიწყობდა დღესასწაულებს, ასეც რომ პატიშებდა ვახშამზე. და გვანუგეშებდა, გვასწავლიდა მონასტრულ ცხოვრებას, გობელენზე ქსოვას, ხატწერას და ყველაფერს. თუ კი რამე ვიცით, ყველაფერი გვაქვს მისგან ნასწავლი და არის ჩვენი ცხოვრების მაგალითი ყოველთვის.
და ძალიან გამიჭირდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. პირველ საათზე ვდგებოდით ღამე, ვიწყებდით ლოცვას, სადღაც მთავრდებოდა 9 საათზე და მე დავდივით რომ გვეშვა პროდუქტი ელემენტარულად და საშენი მასალები რომ მონასტერი მოგვეწისრიგებინა. ვიღებდით შეურაცხყოფასაც, დაცინვასაც, გვეხმარებოდნენ კიდევაც და საშინელ გაჭირვებსაც განვიცდიდით. ძალიან გამიჭირდა ერთი თვე ვიყავით თუ თვენახევარი და უთხარი მოძღვარს და ასე მითხრა, ვიცი რა, წადი სახში 1-2 კვირითო და თან ოჯახიდან ამას ემატებოდა რომ მქონდა ძალიან დიდი წინააღმდეგობა. ჯერ ერთი მშობლები ნერვიულობდნენ რომ რატომ მონასტერში და მაშინ რაღაც სწავლობდი პირდაპირ წასულიყავი და 1000 ნაზრი იყო მე ნუ ხა შვილთან განშორებაც მიჭირდა ქალიშვილი ვიყავდა მაშინ იყო 14 წლის და იყო ძალიან მძიმე ეს გადაწყვეტილება ჩემთვის და გამიშვეს სახში 2 კვირით მივედით თუ არა მოხდა ესეთი რამ რომ ბევრი ალბათ დამთხოვაზე იმავე ღამეს არასდროს უექ ეყანა ხოლმე სახლის წინ ჩემი მანქანა და 4-ვე საბურავი მოიპარეს და ნუ დააზიანეს მანქანაც მამა იმდენად გახარებული იყო იმ წუთას ზუსტად 1 საათში მომიტანა დამატებითიც ოღონდ მონასტერში შვილ ვარ წახვიდე და აგერ მე მოგცემ ყველაფერს და ყველანაირად ხელი შემიწყო ამის შემდეგ გამოვცხადი ისევ სამსახურში ისევ მინახავდა ლევან სამარენძის აცხალი ხმებმა მისული აცხოვნოს ადგილს და გავედი ისევ სამსახურში და ვერ გძნობ თავს კარგად. ეს ერთი კვირა გავიდა და ერთხელაც სამსახურიდან დაღლილი მივედი სახში და ვფიქრობ ღმერთო გამაგებინე რა არის ჩემი გზა. საით წავიდე რა მჭირს ესეთი რომ მოусვენად გრძნობ თავს და ამიხსენი რა გავაკეთო როგორ მოიქცე სად ვიცხოვრო და ჩავჯექი სავარძელში. ხრებ დაშვებული ამის შემდეგ ვფიქრობ რომ აი რაღაცა მიშველე უფალო და ალბათ ყველას ქონიათ ეს განცდა როდესაც თან გვიძავს ირგვლივ ყველაფერი გესმის თვალები დავხუჭე დედა ჭურჭელს რეცხავს თამუნა ჩემი შვილი რაღაცას აკეთებს ხმა მესმის გარედან მაგრამ თითქოს აქ არა ვარ რაღაც სხვა გარემოში ვარ და ვხედავ რომ ვარ რომელიღაც ტაძარში დაჩოქილი და ვტირი გულამოსკვნილი ნუ აი რამის გული ამოვარდე საშინლად და ამ დროს მხარზე მეხება ძალიან თბილი შეხება ვიგრძენი და ამ შეხებისას ავიხედე და ვხედავ თეთრწვერა ადამიანს სრულიად თეთრებში შემოსილს და გავკადნიერი და შენობით ვეუბნები ამ უხუცეს ადამიანს რა იყო ესეც არ ვიცი რომ შკი მაგრამ შენ ვინ ხარ თქო და მეო ვარო მამაო ნუტირიო შენი გზა არის მონასტერიო მე ვარ მამაო იქით გაიხედეო და ვნახე ჯვარცმა ღვთისმშობელთან და მაცხოვარი ჯვარზე გაკრული ღვთისმშობელთან და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად გვერდზე არიან. ცენი და ეს არის ძეო, რომელიცო შენთვის და შენის თანებისთვისო ჯვარზე, რომელიცო შენთვის და შენის თანებისთვის ჯვარზე გაეკრა, რომ თქვენ იყოთო კარგათო ამისთვისო და აიხედე მაღლაო და მტრედმა გაიფრინა. ეს არის სულიწმინდა, ჩვენ ვართ სამება ერთ არსება, გაკურთხებთ რომ მონასტერში წახვიდე და იქიდან აღარასოდეს აღარ დაბრუნდეო. ამის შემდეგ გავახილე თვალი, არავის არაფერი არ უთხარი, ჩემ მანქანაში ჩავჯექი და წავედი მონასტერში, ასევე ჩემი მანქანით და ვემსახურებოდი მონასტერს. როგორც ჩემეძლო, გაჭირვებაც იყო, შიმშილიც იყო, სიცივეც იყო, ისეთი დრო იყო, მაგრამ ყველაფერს ამ განცდით უძლებდი და სულ ვეძებდი იმ დიდებულ ტაძარს.